მოგესალმებით, დიდი მადლობა თქვენი დროისთვის. დავიწყოთ თქვენი შეხვედრით პრემიერ-მინისტრთან. რა იყო თქვენი შეხვედრის და ვიზიტის მთავარი თემა? მინდოდა მადლობა გადამეხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ხარს გვიჭერდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით პანდემიის დროს. ბოლო 2 წლის განმავლობაში აქ ჩამოსვლა და მისთვის მადლობის გადახდა ვერ მოვახერხეთ. არადა ბოლო 2 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოხდა. შუახევ ჰესის ოპერირება დასტაბილურდა. ეს უმსხვილესი საერთაშორისო ინვესტიცია საქართველოში. ჩვენ გვყავს ერთი სპონსორი ნორვეგიიდან და მეორე ინდოეთიდან. ვალი დაფინანსებაში ჩართულები არიან IFC, EBRD და ADB. ნამდვილად გლობალური პროექტია და მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო 9 წლის განმავლობაში თავისი მხარდაჭერით დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი 2015 წელს, როდესაც პირველად შემოვედით საქართველოს ბაზარზე, მაშინაც პრემიერი იყო და გადავწყვიტეთ მისთვის ჩაგვებარებინა ერთგვარი ანგარიში, თუ როგორ ოპერირებს ჰესი. დღეს ჩვენს მიერ გამომუშავებელი ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი საქართველოში რჩება. ზაფხულში გარკვეული მოცულობა ექსპორტზე გავიტანეთ თურქეთში. ვიმსჯელეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია ელექტროენერგიის მიწოდების უკეთესი სერვისი შევთავაზოთ საქართველოს მომდენო წლების განმავლობაში. ინვესტიცია 550 მილიონ ამერიკულ დოლარს საჭარბებს. რატომ გადაწყვიტეთ 2015 წელს, რომ საქართველოს საინვესტიციო საინტერესო ქვეყანა იყო და რა ცვლილებებს აკვირდებით ამ წლების განმავლობაში საინვესტიციო კლიმატის თვალსაზრისით? ჩვენ საქართველოში კარგმა საინვესტიციო კლიმატმა მიგვიზიდა. ფიქრობ, რომ იმ დროს საქართველოსა და ჩვენი მიზნები ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით ერთმანეთს დაემთხვა. ამის შემდეგ პროექტის მიმართ დიდი ინტერესი გამოიჩინეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმაც. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოდელია განვითარებისა და იმის განსასაზღვრად, თუ როგორ შეგვიძლია მივიღოთ სუფთა და მწვანე ენერგია. ჩემი აზრით, წინ ბევრად მეტი შესაძლებლობაა. როგორც კი ბაზრები უფრო მეტად გაიხსნება, განსაკუთრებით იმ ტიპის ენერგოკრიზისის ფონზე, რასაც ევროპის მასშტაბით ვაკვირდებით, ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ სწორი დაგეგმით, როგორ შეიძლება დააკმაყოფილოს შენი მოთხოვნა მომავალში. პანდემიის ომის გათვალისწინებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე იზრდება საქართველოს პოტენციალი გახდეს ენერგოჰაბი რეგიონისთვის და ევროპისთვის. ფიქრობ, საქართველოს ძალიან კარგი ბუნებრივი პოტენციალი აქვს. თითქმის 300 მდინარე, მსოფლიოში ასეთი ქვეყანა ძალიან ცოტაა. ამის გარდა საქართველოს მზისა და ქარის განვითარების დიდი პოტენციალიც აქვს. თუ შეხედავთ ოფიციალურ მონაცემებს, დღეს თუ 3000 მეგავატის ჰიდროგენერაცია საქართველოში, ამ მოცულობის 15-დან 20,000-მდე გაზრდის შესაძლებლობაც არსებობს. ეს ძალიან დიდი პოტენციალია. იგივე შეიძლება ითქვას ქარის ენერგიაზეც, თითქმის 2000 მეგავატი და მზის ენერგიის მიმართულებითაც დაახლოებით 3-5,000 მეგავატის ფარგლებში. საქართველოში მიწის დიდი ნაკვეთებია, რომლებიც ჯერაც ათვისებული არ არის. 200-დან 350-მდე დღე მზიანი ამინდია. თუ ამ სრულ პაკეტს კომბინაციაში შევხედავ და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო ორიენტირებულია სუფთა და მწვანე ენერგიის განვითარებაზე, ფიქრობ, მზის, ქარის და ჰიდროენერგიის ჰიბრიდული განვითარება საიმედო მდგრადი და ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების საფუძველია. არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოს თავისუფლად შეიძლება შესთავაზოს ჰაბის როლი რეგიონს და მის მიღმა. თქვენი ვიზიტის დროს პრემიერთან შეხვედრისას ხომ არ განგიხილავთ საქართველოსთან თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები? ხომ არ გაქვთ უკვე მონიშნული კონკრეტული პროექტი ან პროექტები? ამჯერზე მასთან უკვე არსებული პროექტის მიმდინარეობა განვიხილეთ. ახლა ველოდებით, რომ მთავრობა მოგვიბრუნდება პოლიტიკის მკაფიო ხედვით და მხარდამჭერილი ნაბიჯებით, რაც ხელს შეუწყობს შესაბამისი საინვესტიციო გარემოს ეკოსისტემის მშენებლობას საქართველოში, რომ მან რეალურად შეასრულოს ენერგოჰაბის ფუნქცია. ეს იდეა მასთან განვიხილეთ და ის მხარს უჭერს ასეთი ხედვის არსებობას. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მთავრობა მალე მოგვიბრუნდება კონკრეტული იდეებით და ჩვენ შევძლებთ ამ ინიციატივის ერთობლივად განხორციელებას. რა არის ის იდეები, ინიციატივები, რეფორმები, რითაც საქართველოს მთავრობამ შესაძლოა მხარი დაგიჭიროთ და მეტი სიმამაცე შეგმატოთ იმისთვის, რომ განაგრძოთ საქართველოში ენერგეტიკის სექტორში ინვესტირება?
We have shared our thoughts with the Georgian government. ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გავუზიარეთ საქართველოს მთავრობას. ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი საკმაოდ ღია იყო ყველა ამ იდეის განხილვისას. ის დაუკვირდა, რომ მოკლე დროში შემოგთავაზებთ ძალიან დეტალურ პოლიტიკის გადაწყვეტილებებს, რამაც შესაძლოა მეტი ინვესტიცია მოიზიდოს საქართველოში. Investment in the power sector in Georgia. ალბათ უკვე იცით, რომ საქართველოს ახალ მოდელზე, კერძოდ CFD მოდელზე მუშაობს, რომელსაც მთავრობის თქმით ნაკლები ფისკალური რისკი ახლავს თან. ამ მოდელმა უნდა ჩაანაცვლოს PPA მოდელი, რომლითაც სარგებლობს შუახევი ჰესიც. თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით ძალიან ბევრ ქვეყანასთან გაქვთ საინვესტიციო შეხება. იტყოდით, რომ CFD მოდელი უფრო პრაქტიკულია და როგორი მუშავა PPA მოდელმა თქვენს შემთხვევაში. აიღებდით გრძელვადიანი ინვესტიციის რისკს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიის არარსებობის პირობებში. So I don't know the new ახალი მოდელის შესახებ ჯერ არაფერი ვიცი. მთავრობას ჯერ არ შემოუთავაზებია კონკრეტული მოდელი, რომელზეც მსჯელობას შევძლებდით. რაც შეეხება PPA-ს, გარკვეული მოცულობის ელექტროენერგიის წინასწარი შესყიდვა სტაბილურობის ერთგვარი გარანტია, რადგან ჩვენ საუბრობთ მსხვილ ინვესტიციებზე, გრძელვადიან ინვესტიციებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში გარანტია და სტაბილური სატარიფო გეგმა არსებობდეს. კიდევ ერთ ტენდენციას ვაკვირდებით, რომ გლობალურადაც გრძელვადიანი PPA მნიშვნელოვანი მექანიზმია განსაკუთრებით ისეთი ტიპის ბაზრებისთვის, სადაც კარგად არის განვითარებული დღით ადრე ვაჭრობა და ზოგადად ენერგეტიკული ბირჟები. მაშინ ასე გკითხავთ, თქვენი ხედვა რა არის, როგორც მსხვილი ინვესტორის, რამ შეიძლება უზრუნველყოს ენერგეტიკული ბაზრის უფრო გრძელვადიანი, სტაბილური განვითარება საქართველოში და ზოგადად მსოფლიოში? So the two models are სულ ორი მექანიზმია. ერთი, რომ სახელმწიფო დაუდგეს გარანტად ინვესტორს და წინასწარ შეიწყიდოს ენერგიის გარკვეული მოცულობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფიქსირებული ტარიფით, ან მეორე, ბაზარი იმდენად კარგად უნდა იყოს განვითარებული, რომ ელექტრობირჟაზე შეძლო მოცულობების გაყიდვა და მოცულობის ათვისებას პრობლემა არ შეექმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში ელექტროენერგია შესაძლოა დაიკარგოს და ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი პლატფორმის არსებობა, სადაც რეალურ დროში იქნება ტრანზაქციების განხორციელება შესაძლებელი. თქვენი ბიზნესის მასშტაბის გათვალისწინებით 100-ზე მეტი ქვეყანა, 6 კონტინენტი, 925,000 დასაქმებული. როგორი მოქმედა თქვენს ბიზნესზე პანდემიამ და რა არის ის გაკვეთილები, რაც შეიძლება გამოვიტანოთ ამ რთული დღეებიდან? So let me talk about Tata Power-ის ამოცანაა ელექტროენერგიის მიწოდება როგორც გენერაციის, ისე დისტრიბუციის ნაწილში. ჩვენთვის ეს პერიოდი ძალიან რთული იყო, რადგან პანდემიის მიუხედავად მაინც გვიწევდა ადგილზე მუშაობა. ჩვენი ამოცანა იყო, რომ ადამიანებს, რომლებიც სახლიდან მუშაობდნენ 24/7-ზე, ჰქონოდათ უწყვეტი ელექტროენერგია. ამდენად, საკმაოდ დაძაბული დრო გამოვიარეთ, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ მსხვილი კომპანიებში უკვე გამომუშავებულია დიდი დოზით მედეგობა. ასეთ ორგანიზაციების DNM-შია, რომ არ შეუშინდნენ გამოწვევებს. რთულ სიტუაციაში კი ადამიანები მოდიან და თავიანთ მოვალეობებს ასრულებენ. ამ კუთხით Tata Power-ში ძალიან გავგვიმართლა, რადგან ეს შემართება ჩვენს დასაქმებულებს არცეთი წამით არ დაუკარგავთ. პანდემიის პერიოდში ჩვენ ყველა გენერაციის ობიექტი დისტრიბუციის სამსახური სადგური 24/7-ზე მუშაობდა. პირადად მეც ამ რეჟიმში მუშაობდი შესვენებების გარეშე. ვფიქრობ, პანდემიას თავი გავართვით. სამწუხაროა, რომ რამდენიმე კოლეგა დავკარგეთ, მაგრამ ვფიქრობ, პანდემიას თავი დავაღწიეთ და საკმაოდ წარმატებულადაც. როცა საერთაშორისო ანგარიშებს ვუყურებთ პროგნოზებს, რა შთაბეჭდილება გრჩებათ, გაურკვევლობა ჩაბარდა წარსულს და რა გავლენა აქვს გაურკვევლობას საინვესტიციო გადაწყვეტილებებზე. თქვენც ახსენეთ, რომ ეს მასშტაბური ინვესტიციებია, გრძელვადიანი ინვესტიციებია. Yeah, but რა მიზანიც არ უნდა არსებობდეს, ინდუსტრიული, კომერციული, ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის განვითარებისთვის. ჩვენთვის ხარისხიანი ელექტროენერგიის სტაბილური მიმწოდებლებისთვის და განსაკუთრებით დღევანდელი მსოფლიოს კონტექსტში, როდესაც გლობალურ დღის წესრიგს წარმართავს აქცენტები სუფთა ენერგიაზე, კლიმატურ ცვლილებებზე, მდგრად განვითარებაზე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა და ელექტროენერგიის მიწოდება არა მხოლოდ სტაბილურობის უზრუნველყოფა, არამედ
უსაფრთხო, მდგრადი და ხელმისაწვდომის სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის. ფიქრობ, ეს ნაბიჯები სწორედ გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილია. წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისიდან კრიზისამდე არსებობა მოგვიწევს. ამდენად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხედვა, რომელიც გვაქვს, როგორც სახელმწიფოებს, როგორც კორპორაციებს, როგორც გლობალურ მოქალაქეებს, ეფუძნებოდეს სწორ პრინციპებს და ემსახურებოდეს გრძელვადიან მდგრად განვითარებას. როგორ ფიქრობთ, კონკურენცია გლობალურად გაზრდილია ინვესტიციებზე, რომლებიც განვითარებაზეა ორიენტირებული? Yes, the competition has grown. დიახ, კონკურენცია გაიზარდა, მაგრამ ჯერ კიდევ იქნება გარკვეული შეფერხებები კონკურენციის და სერვისების ნაწილში. ამის მიზეზი იქნება ახალი ტექნოლოგიები, პროდუქტების და სერვისების წარმოების ახალი წესები, რაც ენერგეტიკაზეც გავრცელდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ახალი შესაძლებლობაც გამოჩნდება. მაგრამ ძალიან ბევრი კვლევა გჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები იყოს ჯაჭვური, ოპტიმალური და ინოვაციური. ფიქრობ, დღეს გლობალურად ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს. მაგალითად, ელექტრომობილობა მალე ახალი რეალობა გახდება. ბევრი სხვა სერვისის ტრანსფორმაციას დაექვემდებარება. მაგალითად, ტელეკომში 5G სერვისი იქნება მალე ხელმისაწვდომი. მსოფლიო იმ ადამიანების იქნება, ვისაც შეუძლიათ ინოვაცია და ახალი ხედვით პროდუქტების და სერვისების შექმნა და მიწოდება. And learn and do new things. კონკურენციის ამ კონტექსტში, როგორ ფიქრობთ, რა ტიპის ცნობადობა, რა ტიპის მარკეტინგული ისტორია სჭირდება საქართველოს, რა ტიპის მაგალითები, როგორც ვთქვათ, შუახევი ჰესის მაგალითია, რომელიც საბოლოოდ წარმატებულ პროექტად შედგა, თუ ვთქვათ, როგორც ნამახვან ჰესის და ენკას მაგალითია. საერთაშორისო ინვესტორები 4-5 კომპონენტს აქცევენ ყურადღებას. პირველი არის თუ არა მთავრობა სტაბილური, მართლობა, საკანონმდებლო სისტემა, მედია, სასამართლო, რამდენად არის ეს სისტემები ადამიანის საჭიროებებზე მორგებული და რამდენად უგდებს ყურს იმ წუხილებს, რაც შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ, რამდენად სამართლიანი და მიუკერძოებელია სისტემის დამოუკიდებლობა ინვესტორების მიმართ. მეორე, რა რესურსები აქვს ქვეყანას? ბუნებრივი რესურსები, ადამიანური რესურსები და კაპიტალი, უნარები, ენების ცოდნა, რამდენად ღია არიან ადამიანები ახალი ცოდნის მისაღებად. მესამე, ჩემი აზრით, ზოგადი ბიზნეს გარემოა. მათ შორის საფინანსო სექტორი, გარემო და როგორ აღიქვამენ ამ გარემოს მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები. რამდენად ხელმისაწვდომია დაფინანსება ასეთი ტიპის მსხვილი ინვესტიციებისთვის. და მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ქვეყანა უნდა იყოს გლობალური ცვლილებების ნაწილი. ქვეყანა არ უნდა დარჩეს განვითარების გლობალური დღის წესრიგისგან იზოლირებული. საინტერესოა, რა ქულას უწევთ საქართველოს ამ 4 კომპონენტის მიხედვით, რაც ახლა ჩამოთვალეთ. თავად ფაქტი, რომ აქ ინვესტიციას ვახორციელებთ, ამ კითხვაზე პასუხია. ზუსტად ვიცოდი, რომ ამას მიპასუხებდით. დიახ, ჩვენ მოვედით და ჩავდეთ ინვესტიცია ამ ქვეყანაში და ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოსთან ვართ ასოცირებულები. That we will continue. დიდ დროს აღარ წაგართმევთ, ვიცი, რომ ძალიან გეჩქარებათ. წავიკითხე, რომ რეგულარული სპიკერი ხართ ინდოეთშიც და მის მიღმაც, მათ შორის მსოფლიო ბანკისთვის, MIT-ისთვის, როკფელერის ფონდისთვის და ასე შემდეგ. BMG-ც მინდა ჩაეწეროს ამ ჩამონათვალში. რა იქნებოდა თქვენი გამხსნელი ფრაზა საქართველოზე? It's a beautiful place. People are very good. ულამაზესი ადგილი, კარგი ადამიანები, სიამოვნებს აქ მუშაობაცა და სტუმრობაც. Thank you, sir, for very interesting.